მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება როგორი ხართ მის თვალში, როგორი ქალი ხართ მის თვალში. მამაკაცები თუ მისმენენ, რა თქმა უნდა, როგორი მამაკაცი ხართ მის თვალში. გაშლაში გვექნება 4 ვარიანტი, შესაბამისად ირჩევთ ერთ-ერთ ვარიანტს. თუ ვინმე სამეს ფუფუნება აქვს და უნდა რომ 2 ან მეტი პიროვნება ჩაიფიქროს, შეუძლია სხვადასხვა ვარიანტზე სხვადასხვა პიროვნება ჩაიფიქროთ და ნახოთ თქვენთვის გამოგზავნილი ტაროსგან გაცემული პასუხები. სამდე გაშლას დავიწყებ, შეგახსენებთ, რომ ვისაც სურს ჩემთან პირადი კონსულტაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ ნომერზე 5111318 WhatsApp-ში ან Viber-ში და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ტაროს სამყაროს Facebook გვერდზე, Messenger-ში. ნაშასე განეწყოთ ახლა გაშლისთვის და ნახოთ როგორი ხართ მის თვალში, როგორი ქალი ხართ მის თვალში. გვაქვს 4 ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. დავამატოთ მინერალები, რომ ადვილად შეარჩიოთ. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, შეგიძლიათ თანმიმდევრობის მიხედვით, ხო, რიგითობის მიხედვით შეარჩიოთ. პირველი იყოს მოდით ფიროზი, მეორე იყოს ვარდისფერი კვარცი, მესამე იყოს პირიტი და მეოთხე იყოს მოდით ამეთვისტი. აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი და ვნახოთ პასუხი ჩვენს დასმულ შეკითხვაზე. მანამდე მე დანარჩენებს გადავდებ, ხელი რო არ შეგვიშალოს გაშლაში. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩია ფირუზი. და ვნახოთ როგორი ხართ მის თვალში. რა საინტერესოა. როგორც ჩანს, ეს პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, რეალურად თქვენის ძალიან მოხიბლულია, იმიტომ რომ რას ხედავს? ხედავს იმას, რომ თქვენში არის რაღაცა სიცოცხლის ცეცხლი, ხო? აი ეს შინაგანი სიძლიერე, სიცოცხლის ცეცხლი, რომელსაც შეუძლია გაათფოს და გადაარჩინოს ყველაზე რთულ მომენტებშიც კი მისთვის მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი, ან თუნდაც შეიძლება ეს იყოს უცხო ადამიანი, რომელზეც რაღაც მოცემულ მომენტში შეიძლება გული შეგტკიოდეთ უცებ და უბრალოდ აი ეს თქვენი შინაგანი ენერგია საკმარისი არის იმისთვის, თქვენი შინაგანი ცეცხლი საკმარისი არის იმისთვის, რომ გაათბოთ სხვები. თუმცა ამავდროულად თქვენ ხართ, ესე ვთქვათ, ფეთქებად საშიში, ხო? ანუ შეიძლება ესე გაღუვებული ნაკვარჩხალივით იყოთ, მომხიბლელი, მიმზიდველი, განსაკუთრებით ცილებინდებში, მაგრამ თუ თქვენ ამის საბაბს მოგცემენ, თუ გაღიზიანებენ, შეიძლება უკვე გამანადგურებელ ცეცხლათაც იქცეთ და გადაწვათ და გაანადგუროთ ყველაფერი და შეიძლება პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, სწორედ ხედავს იმას, რომ არის აქ რაღაცა ფეთქებადობის მომენტი, ხო? ანუ აქვს შიში, რომ ვაიმე არაფეთქდეს, ხო? ამიტომ თქვენთან ყველას მოუწევს არა მხოლოდ ამ პიროვნებას, არამედ, თუ ეს პიროვნება თქვენ სწორად ხედავთ, მაშინ არა მხოლოდ ამ პიროვნებას, არამედ თქვენს გარშემომყოფებსაც ვურჩევდი, რომ იყოს ძალიან სამართლიანი თქვენს მიმართ, იყოს ძალიან ზომიერი თქვენს მიმართ, იმიტომ რომ აი ამ უსაზღრო სიყვარულის, მზრუნველობის და სითბოს გაცემის მიღმა თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გაბრაზებულზე გადაბუგოთ ყველაფერი და გაასწოროთ მიწასთან. ამიტომ ყველამ უნდა მოზოვოს. ახლა დავუბრუნდეთ ისევ იმ პიროვნებას, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. რას ხედავს ეს ადამიანი თქვენში? მისთვის თქვენ ხართ როგორც სარკე. ეს ადამიანი საკუთარ თავს ხედავს, როდესაც თქვენ გიყურებთ, ანუ თითქოს სარკეში ახედებთ მას, აიძულებთ რომ დაინახოს არა მხოლოდ მისი მინუსები, თქვა და პრობლემები რაც აქვს, მინუსები რაც აქვს, რომ მოარყოფითი, არამედ დადებითიც.
სიმართლის მთქმელი, მოდი ესე ვთქვათ, ხომ? ხანდახან სიმართლე ძალიან მწარია, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისთვის სიმართლის მთქმელი, რომ თქვენ ხართ სარკე მისთვის, რომელიც აჩვენებს რა არის მასში დადებითი, რა არის მასში უარყოფითი, რა არის გამოსასწორებელი, რა პირიქით წასახალისებელია და გარდა ამისა არის კიდევ, აი პირველი არკანიდანაც თუ მიმსჯერებთ და ეს მეორე არკანი კიდევ რასაც გვეუბნება, თქვენ სარკე ხართ გარშემომყოფებისთვისაც. ანუ ირეკლავთ იმ ადამიანების თქვენს მიმართ დამოკიდებულებას, რომელიც თქვენს გარშემო არიან და შესაბამისად პასუხობთ მათ. არ არის რთული თქვენთვის ადამიანის შინაგანი ბუნების განწყობის, განზრახვების ამოცნობა და მე აი ამის მიხედვით სავარაუდოდ ინტუიციაც ძალიან კარგი გაქვთ და მე უკვე აი ამ თქვენი დანახულიდან პასუხობთ შესაბამისად. ანუ თავს არ დააჩაგვრინებთ. თქვენი საზღვარი გაქვთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს რჩევებით, მზრუნველობით, გადაყვეთ ადამიანს, მაგრამ ამავდროულად შეგიძლიათ მისი მანკიერებებიც დაანახოთ, გადაბუგოთ კიდევაც და რაღაცა ზღვარიც გაქვთ დაწესებული, რომელიც ზღვარს მიღმა არავინ არ უნდა გადააბიჯოს. კიდევ როგორი ხართ თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანისთვის. არ ვიცი, შეიძლება ბევრი თქვენგანი პირველ ვარიანტში ხელოვნებასთან რაღაცა კავშირში არის. ან დიასახლისები, ქალბატონები, თუნდაც დიასახლისები არა ქალბატონები, რომლებიც მუშაობენ. არ ვიცი, შეიძლება გიყვართ ქარგვა, ხატვა, ხელით კარგად გამოგდით ყველაფერი, ხომ? კარგი დიასახლისი ხართ. ყველაფერს ალამაზებთ, აკუხტავებთ, ვიღაცა შეიძლება ლამაზი ბაღი აქვს, თავისით მოვლილი, თავისით დაგეგმარებული, ხო? ანუ აი რაღაცა ხელოვნებასთან ახლოს გხედავთ ეს პიროვნება, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვათ არაფრისგან რაღაცა სილამაზე შექმნათ, გხედავთ როგორ მუშაობთ ხელებით, ხომ? აი მართლაც შეიძლება აქ გიყვართ კერვა, ქსოვა, ქარგვა, ან არ ვიცი, რაღაცა რაც აი ხელებით ალამაზებთ ყველაფერს, ხო? ესეთი ხედვა აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას და ერთიც ნახოთ და თალი რომელთანაც შეიძლება ჰარმონიის შექმნა, რომელთანაც ბალანსის შექმნა შეიძლება, ხო? დიდი ალბათობით ეხა ჩვენ აქ ეს შეკითხვა არ გვაქვს რამდენად ერთად ხართ არ ხართ ეხა პრობლემებს არ განვიხილავთ, მაგრამ ეს პიროვნება თვლის, რომ თქვენ ზოგადად ხართ პიროვნება, რომელსაც მშვენიერი ბალანსი, ეს აქ გვიჩვენა, ხო? ცეცხლის დადებითი უარყოფითი თვისებები, სარკის ანარეკლის ამბავი, ყველაფერი გვიჩვენა, ხო? და აქაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს და გვიდასტურებს, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ჰარმონია, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ბალანსი, როგორც საკუთარ ცხოვრებაში, პირად ცხოვრებაში, სხვების ცხოვრებაში, ურთიერთობებშიც და ასე შემდეგ. აი ესეთი ძალიან საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო ხედვა აქვს და თითქოს მე მგონი ეს ადამიანი თქვენში არ შემცდარა და სწორედ გახასიათებთ და სწორი ხედვა აქვს. საჯარო გაშლა არის, თან ექსპრეს გაშლა არის, მაგრამ მე მაინც მგონია რომ უმეტესობაზე ისეთი რაღაცეები არის აქ დახასიათებაში, რომ მე მგონი ბევრისთვის არის ძალიან საყურადღებო და რეზონირდება. კარგით, აი ესე გადავდოთ პირველი ვარიანტი, ეხლა ვიყვანოთ მეორე ვარიანტი. მეორე გვაქვს ვარდისფერი კვარცი, მეორე ვარიანტი. ნახოთ ეხლა აქ რა ხდება. როგორ გხედავთ, რატო გხედავთ ესეთ სევდიას? გხედავთ სევდავს, რაღაცა დარდს, დადარდიანებულს გხედავთ ეს ადამიანი. რატო გხედავთ ესე? რატო ხედავს თქვენში ახლა კი გახასიათებთ მეორე ვარიანტებს, ხედავთ უბრალოდ რაღაცა დარდს, სევდას ხედავს, ხო, ნაღველს ხედავს თქვენში. რა არის ამის მიზეზი? მოდით ვნახოთ. რა ენერგეტიკულ გავლენაზე, ანუ რაღაცა, იცით, ეს შეიძლება თქვენი ენერგეტიკული გადაღლა არის, შეიძლება რაღაცა პრობლემა, ყველაფერი ენერგია არის აბსოლუტურად ენერგეტიკული გადაღლა იქნება, ეს უბრალოდ ფიზიკური გადაღლილობა თუ რაც არის, ყველაფერი ენერგიასთან არის ხო დაკავშირებული. მაგრამ მაინც რაღაცა ენერგიებზე მიგვანიშნებს. გითხარი როგორ ხედავ? აჰა, გასაგებია. იცით რა, თითქოს რას ხედავს, იცით ეს ადამიანი, რომ არ ვიცი, რაღაცაში ჩადეთ, აი იმედგაცრუებას.
თქვენ კი არ არის იმედგაცრუებული, უბრალოდ ეს ადამიანი ხედავს, რომ თქვენ ხართ რაღაცით იმედგაცრუებული. თქვენ რაღაცაში ძალიან დიდი ენერგია ჩადეთ და ვერ მიიღეთ ეს სასურველი მიზანი, რაც გინდათ რომ იგიღოთ. შეიძლება ეს ზუსტად თქვენს პარტნიორი ყავთ ჩაფიქრებული თუ სხვა ვინმე ხო? მას უკავშირდება ეს ყველაფერი, ხო? ხედავს რომ ეს ენერგიის ხარჯვა რაღაცნაირად ჯერჯერობით ფუჭი აღმოჩნდა, რომ თქვენი მცდელობები რაღაცნაირად ეხლა თითქოს იმედგაცრუებული ხართ, ხო, თითქოს იმედი გადაგეწორათ. თან იცით რა არის? თქვენ ხართ პიროვნება მის თვალში, ხო? თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების თვალში ხართ ადამიანი, რომელსაც ჭირდება დანახვა, მტკიცებულება, შეხება, მარტო სიტყვით კი არა, რომ მე ამას გავაკეთებ. არა, თქვენ გჭირდებათ რეალურად დაინახოთ, რომ კეთდება. მარტო დაპირებები, ბლაბლაბ, სიტყვები, ლამაზი სიტყვები და ასე შემდეგ, თქვენ არ გაკმაყოფილეთ. ეს თქვენთვის საკმარისი არ არის და თქვენც ანალოგიურად ხართ ესეთი ადამიანი. არ ხართ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ თქვათ დაპირებების ადამიანი. თქვენ ზოგს საერთოდ არ იყვართ დაპირების გაცემა, თუ 100%-ით არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ სიტყვას შეასრულებთ. და ანალოგიურად ესე ხედავთ ეს პიროვნება თქვენ რომ თქვენ გინდათ ხოლმე დაინახოთ მატერიალური, რეალური, ფიზიკური შედეგი. არა ის რომ ესე იქნება, მოდი ესე დავგეგმოთ იქ რაღაცა უჩნდების კოშკები. ავაგოთ თქვენ გინდათ დაინახოთ რეალობაში როგორ ხდება, რანაირად ხდება, გინდათ შეხება, გინდათ მტკიცებულება, დაინახოთ ყველაფრის, რომ რაღაცას დაგკვირდეთ, თქვენ უნდა ხედავდეთ რომ ამას ასრულებს ადამიანი, რომელიც კვირდება და თქვენც ანალოგიურად ასეთი ხართ, ხო? არ გიყვართ სიტყვის გატეხვა და გინდათ ხოლმე რომ თქვენთვის, თქვენ უნდა ხედავდეთ შედეგს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცოტა წინ წახვიდეთ, ხომ? რაღაცა განაგრძოთ გზა, სულ პატარა ესეც არის საკმარისი. ეს სხვათაშორის დადებითი მომენტია, იმიტომ რომ თქვენთვის სულ პატარა ნაპერწკალი საკმარისი არის იმისთვის, ოდნავ მაინც დაინახათ ადამიანისგან, თუნდაც თქვენს მიმართ კარგი დამოკიდებულება, რაღაცა ხელი გაგიწოდათ, რაღაცაში დაგეხმარათ, კარგად მოგექცათ, თქვენ 10 მაგად დაუბრუნებთ მას, 10 მაგის სიგეთი დაუბრუნებთ და ასევე თქვათ, როდესაც თქვათ, რაღაცაში თქვენს ენერგიას დებთ, თქვენ შრომას დებთ, თქვენთვის საკმარისი არის უბრალოდ სულ ცოტა შედეგი მაინც დაინახოთ იმისთვის, რომ მე ლოკომოტივით კიდევ უფრო და უფრო წინ და წინ იმოძრაოთ. აბა კიდე როგორ ხედავთ? კიდევ ხედავთ იცით როგორ თითქოს რაღაცას არ ვიცი რაზე არის დასაწყისშიც გვიჩვენამ რომ ეხლა მიუხედავთ ამისა რომ ესეთი პიროვნება ხართ ხომ თითქოს ეხლა რაღაცნაირად იმედგაცრუებული ხართ თითქოს ეგუებით იმ სიტუაციას შეიძლება იძულებით ეგუებით ხო ეგუებით იმ სიტუაციას რა სიტუაციაც არის ეხლა რაღაცა ხდება თქვენთან და ხედავს ეს პიროვნება რაღაცა ხდება ისეთი ნეგატიური ხო რაც არ არის თქვენთვის მისაღები რაც არ გინდათ რომ იყოს იმიტომ რომ გინდათ რომ მოძრაობა იყოს და გინდათ რომ შენება იყოს წინსვლა იყოს ხო სიახლეები იყოს და რაღაცა შედეგს ელოდებოდით ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ეს არის და ეს შედეგი რო ვერ მიიღეთ ეხლა თითქოს არ ვიცი დანებდით ისე ხედავს თითქოს დანებდით სინამდვილეში თქვენ არ დანებდით. სინამდვილეში თქვენ არ დანებდით, თქვენ უბრალოდ სამყაროს მიენდეთ. შეიძლება თქვენ აქტიურად აღარ ბრძოლოთ, არაჩვენებთ აქტიურ ბრძოლას, ხო? და უბრალოდ მიენდეთ სამყაროს. და დარწმუნებული ხართ იმაში, რომ სამყარო მოაწყობს ყველაფერს ისე, როგორც უნდა იყოს და როგორც უნდა დავაკეთდეს. შვენიერ ნოტაზე შემიძლია აქ დავამთავროთ, რომ ის ვინც მიენდობა სამყაროს, ის ვინც მიენდობა შემოქმედს, ეს აუცილებლად მიაღწევს იმას, რის მიღწევაც უნდა. Ну, რა თქმა უნდა, თქვენთვის ასიკეთეთ უნდა იყოს თქვენს და აუცილებლად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს სხვებისთვის საზიანი. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ყველაფერს მიაღწევ. ესეც ძალიან საინტერესო იყო მეორე ვარიანტი, ძალიან საინტერესოდ გვიჩვენებს, კარგად მუშაობს ეს დასტამ. ამ ტიპის გაშლაზე მომეწონა მეწყმაყოფილი ვარ. მეორე ვარიანტებსაც იმედია მოეწონებათ. გადავიდეთ ახლა გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, პირიტი და მესამე ვარიანტი და ვნახოთ რა ხდება აქ. როგორ ხედავთ თქვენ ის? რაღაცას უარყოფთ.
არც ამ ადამიანს უარყოთ, რაღაცის დანახვა არ გინდათ, რეალობას არ გინდათ თვალი გაუსწოროთ თუ იცით, ეს არის სიტუაცია, ნახეთ როგორ რაღაცას ხედავს თქვენში ახლა. რომ თქვენ იცით სიმართლე და ამ სიმართლეზე თვალს ხუჭავთ. ეხლა გამახსენდა იცით როგორი რაღაცა, როდესაც ადამიანს რაღაც მიქარული აქვს და რო არ ვიმჩნევთ ხოლმე და რო ურჩევნია რომ ისტერიკა მოუწყოთ, ვიდრე აი ესე ჩუმად იყოთ და მდუმარეთ იყოთ. აი რაღაცაზე თვალს ხუჭავთ, რაღაცის მიღება არ გინდათ. რაზე არის აქ საუბარი? ორი ამოვიდა, არა უშავს ნახოთ. ძალიან კარგად იცის რომ გაბრაზებული ხართ. ძალიან კარგად იცის რომ ყველაფერი იცით თქვენ. მოკლედ ეს პიროვნება, არ ვიცი რა მოხდა, ეხა ეს ჩვენი გაშლის თემა არ არის, თქვენ უკეთ იცით რაც ხდება აქ, თქვენ ორ შორის და ეს პიროვნებამ ზუსტად იცის რომ თქვენ ძალიან გაბრაზებული ხართ და არ იმჩნევთ ამას და პლუს ამას ყველაფერს ხედავთ და ყველაფერს აკონტროლებთ. ამავდროულად ეს ადამიანი თვლის რომ თქვენ ხართ პიროვნება, რომელსაც შეუძლია თავისი ემოციების მართვა, რომელსაც შეუძლია გააკონტროლოს ყველაფერი, რომელსაც უყვარს ყველაფერი მქონდეს კონტროლ ქვეშ, ის რაც მას ეკუთვნის და ის რაც მისთვის საინტერესოა და ძალიან რთულია თქვენი მოტყუება. ეს ადამიანი თვლის რომ თქვენი მოტყუება ძალიან რთულია. უბრალოდ მას აგიჟებს ის რომ თქვენი ამოცნობა არის ძალიან რთული. მაშინ როდესაც თქვენ რაღაცა იცით და ამას არ ამბობთ, ხო, ძალიან საინტერესოა ხო ყვილების მოსმენა, როცა სიმართლე იცი, აი ეს არის თქვენზე. აი მაშინ აი ეს პიროვნება ძალიან იძაბება ხოლმე. კიდევ რას ფიქრობს? ძალიან გონიერი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ მისთვის. ძალიან. ფიქრობს რომ მრავალმხრივ განვითარებული ხართ, ფიქრობთ რომ მრავალმხრივი ნიჭი გაქვთ, ძალიან განვითარებული ხართ, ძალიან განათლებული ხართ, ან ისე ჭკვიანი ქალი გონი ხართ, ადამიანი რომელთანაც შებარჩევებზე მიხვიდე, აი ნებისმიერ საკითხზე, ხო? აი არ ვიცი, ცემენტის ხარისხიდან დაწყებული ხარ, ცემენტი რატო გამახსენდა, არ ვიცი, დამთავრებული თქვა იქ პირადი ურთიერთობის დალაგებაზე, ხო? ძალიან გონიერი და ჭკვიანი ქალი ხართ მისთვის. ну რა თქმა უნდა, ხა ძალიან გონიერი, ძალიან ჭკვიანი და ძლიერი უნდა იყო, რომ მოისმინოს სხვისი სიტყვილები შვიდად, მაშინ როდესაც სიმართლე იცი. და იცით რას ხედავს კიდევ, რომ რაღაცნაირად მას თავს არიდებთ, არ ვიცი, თავს არიდებთ ან ну, აქ თუ თქვენ ურთიერთობაში პრობლემა არის, მე ხლა ამას არ ჩაუხმარდები, რა თქმა უნდა, თვლის რომ თავს არიდებთ მას რაღაცნაირად. და კიდევ შეიძლება აქ თქვენ გიყვარდეთ და ხედავდეს ეს პიროვნება, რომ გიყვარდეთ ბუნებაში განმარტოება, მაგალითად, სულაც აგრძნობთ თავს მარტო სახლში, როდესაც ხართ, ხო, როდესაც განმარტოვდებით, რა ვიცი, შევეკითხულობთ, შეიძლება რაღაცით, რა ვიცი, ხო, გიყვართ ფიქრი. მაგრამ აი მაინც აი ეს მომენტი მოდის აქ, რომ აი თითქოს რაღაცა დისტანციას იჭერთ მასთან. კი, თითქოს რაღაცა დისტანციას იჭერთ მასთან. ხო. შეიძლება იმიტომ მოდის ეს ინფორმაცია, რომ აი რაღაცაზე თქვენ უნდა ეჩხუბოთ მას. ვინც ჩაიფიქრეთ, საჩხუბარია, ხო, საკამათოა მასთან. მაგრამ თქვენ თავს იკავებთ და რაღაცა სხვანაირი პოზიცია გიჭირათ, რაღაცა გონიერი პოზიცია და ელოდებით სადამდე მივა, აბა თავისი ტყუილებით ან როდის იტყვის თავად, როდის აღიარებს თქვა სიმართლეს, ხო? მაგალითისთვის რომ თქვა. და იმიტომ გონია რომ თქვენ აი რაღაცა დისტანცირებული ხართ და რო არ ესხმით მას თავს. საინტერესოა, მესამე ვარიანტიც ძალიან საინტერესო გამოვიდა და იმედია მოგეწონოთ და ველოდებით თქვენს კომენტარებს. და გადავიდეთ მეოთხე ვარიანტზე და ნახოთ მეოთხე ვარიანტი. ვინც აირჩია ამეთვისტო. ვაი. როგორი ხართ მის თვალში? როგორი ხართ მის თვალში და რა გითხრათ, ეს არის ну თქვენ ხართ, არ ვიცი, ადამიანი, რომელსაც შეუძლია ზიდოს
რომელსაც შეუძლია ზიდოს მთელი სამყარო, რომელსაც შეუძლია ზიდოს ტვირთი მთელი ოჯახის, კაცობრიობის, ადამიანების, თქვენ ხართ პიროვნება, რომელსაც არაფრისგან შეუძლია შექმნას რაღაც. ადამიანი, რომელიც ქმნის, ადამიანი, რომელიც ზრუნავს, ადამიანი, აი შეიძლება რაღაცა უბრალოდ არ ვიცი გამოიგონოთ უბრალო კარტოფილისგან რაღაცა სასწაული კერძი და იქიდან გაატანინოთ თავი ხომ მზრუნველობა, საყრდენი. არ ვიცი კიდევ აი ადამიანზე როგორ შეიძლება თქვა, მაგრამ ნაყოფიერი, ხა როგორ უნდა ვთქვა, ხო, ნაყოფიერი ქალი, მაგრამ აი ადამიანი ნაყოფიერება, სადაც შეხვალ შეიძლება მიიტანოთ, არ ვიცი, სიუხვე, ბარაკა, არ მართლა აი ქვაზე შეიძლება რომ გაშენდეთ და გააშენოთ სასახლე. ქვაზეც დასახლდებით, მოკლედ აი ესეთი პიროვნება ხარ და ამავდროულად ყველასთან მიიტანოთ აი ეს ნაყოფიერება, ეს ბარაკა, სიუხვე, კეთილდღეობა, ყველგან შეგიძლიათ შექმნათ. თქვენ თუ მოიდომეთ, მართლა ქვაზე შეგიძლიათ რომ დასახლდეთ. ძალიან ესეთი ჰარმონიული ადამიანი ხართ, გიყვართ მუსიკა, შეიძლება გიყვართ სიმღერა, უკრავთ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, გიყვართ გართობა, მხიარულება, ხო? არ ვიცი, შეიძლება ხელოვნებასთან ახლოს ხართ თქვენც. ნუ, აქ უფრო იცით როგორი პიროვნება შეიძლება იყოს, ცოტა გადაუხვია, მაგრამ მაინც ვიტყვი პიროვნება, რომელიც შეიძლება უცნებობდა რომ გამოსულიყო მაგალითად ბალერინა და ეხა არ ვიცი, მთავარი ბუღალტერი არის რაღაცა ძალიან სერიოზულ კომპანიაში სიტყვაზე, ხო? იმიტომ რომ თქვენში ძალიან ბევრი ნიჭი ბუდობს. ნუ ასე ხედავს ესე მელაპარაკება პიროვნება, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. კი, ამოუცნობი ხართ ამ ადამიანისთვის, დღემდე ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ ამოუცნობი და ხართ წაუკითხავი წიგნებით. ეს ძალიან კარგი, მაგრამ ხშირად ვიყენებ ხოლმე ამ ტერმინს, როდესაც პირად გაშლებსაც ვაკეთებ და ქალი როდესაც არ არის ბოლომდე წაკითხული მამაკაცისთვის, ის მისთვის ყოველთვის საინტერესო დარჩება, ხო? და არასოდეს არ იქნება თაროზე შემოსადები. ამოუცნობ სამყაროს ხედავს, აი მართლა აი ქალი სამყარო, რაღაცა ესეთი ხართ ამ პიროვნებისთვის, აი ესე გხედავთ. თქვენგან ალბათ არაჩვეულებრივი მასწავლებელი გამოვიდოდა თუ არ ხართ უკვე მასწავლებელი და პედაგოგი. არაჩვეულებრივი მასწავლებელი გამოვიდოდა და ეს ადამიანი თulis რომ მან ბევრი რაღაცა ისწავლა თქვენგან და კიდევ ბევრი რაღაცის სწავლა მოუწევს. აი მისთვის ხართ როგორც არ ვიცი, შეიძლება აქ არ ვიცი კარმული ურთიერთობა არის მეოთხე ვარიანტში, შეიძლება ესეც იყოს, იმიტომ რომ მისთვის ხართ როგორც მასწავლებელი. ეს ადამიანი ხედავთ კიდევაც ესე. არ ვიცი, ხა შეიძლება თქვენი პროფესიაც პირდაპირ ეს არის, მაგრამ თქვენგან ბევრი რაღაცის სწავლა რომ შეიძლება ფაქტია და იცის კიდევაც რომ კიდევ ბევრი რაღაცის სწავლა მოუწევს თქვენგან. კიდევ ერთი დავამატოთ. კი, ისევ და ისევ, ნუ არ ვიცი, სასწაული. ძალიან საინტერესო პიროვნება არის აქ, როგორც ჩანს მეოთხე ვარიანტში, თქვენ ხართ უფრო სწორედ, იმიტომ რომ სასწაულ დახასიათებას აკეთებს, ხო? აი ნებისმიერი რაც ნახეთ, ხო? მე მგონი არა ერთი, არამედ შეიძლება რამდენიმე ადამიანისთვის ხართ თქვენ კარმული მასწავლებელი, არ ვიცი. იმიტომ რომ აი ხედავთ, აი სავსე თასი ხართ, აი მოდი და აიღე და ეს თასი არასოდეს არ ილევა. გინდა ცოდნით, გინდა არჩევებით, გინდა სიყვარულით, გინდა სითბოთით, გინდა მზრუნველობით, ხო? მობძანდი აიღე და შენი წყურვილი დაიკმაყოფილე, ხო? ისეთ სისავსეს აი ხედავს, აი თითქოს უნაკლოდ ხედავთ ეს ადამიანი, ხედავთ თითქოს თქვენ ხართ უნაკლო. თulis რომ მისთვის ხართ ამ ცხოვრებაში მასწავლებელი. აი ესეთი გამოვიდა მეოთხე ვარიანტი. ველოდებით თქვენს გამოხმაურებებს, კომენტარებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ სამყაროს გვერდით, რომ უყურებთ ჩემს გაშლებს, განსაკუთრებით გამომწერებს, განსაკუთრებული მადლობა. ყველას ვინც აქტიურობს. მადლობა სტუმრებსაც, ვინც შემოივლიან ხოლმე ჩემს გვერდზე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. მეულევ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებ.